უცხო გავრცელებულ გუშინ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ პირველ რიგში რას ცვლის პირველ რიგში რა გულსანთ რას ცვლის ეს კადრები თუ არის სიახლე და გამოძიებისთვის რაიმე სიახლე თუ იქნება ეს კადრები მოგესალმებით პირველ რიგში უნდა აღნიშნო რომ ეს კადრების გავრცელება და გახსენება ძალიან ძიმია ყველა ჩვენთაგანისათვის განსაკუთრებით ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებისათვის ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა წუხარება და სამძიმარი გამოვუთქვა ვაზაგაშვილების ოჯახს რაც შეეხება თქვენს კითხვას რაიმე არსებითი თუ შეიცვალა გუშინ გავრცელებული კადრებთან დაკავშირებით აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არის რომ უფრო ცხადი და თვალნათელი გახდა ის თუ რა საშინელ სიტუაციაში და რა გარემოებებში მოხდა ამ ადამიანების ჩაცხრილვა 2006 წლის 2 მაის კორტებთან არ ვიცი ამ ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ეს ტრადიცია დაინერგა გადამალული თუ დამალული კადრების გავრცელება ჩვენ გვახსოვს იგივე რომ ბაქიძის შემთხვევაში ანალოგიური შემთხვევა იყო თუმცა არსებით და მნიშვნელოვანი აქ ამ კადრების გავრცელებით დაცვის მხარის პოზიციის გადასახედიდან რეალურად არაფერი არ არის შეცვლილი ეს კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს რომ რეალურად იქ მოხდა ცოტა შესაძლებელია პირდაპირ თქვას რომ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია რომელიც ჩატარდა ეს იყო აბსოლუტურად ყველანაირი კანონმდებლობის დარღვევით აქ შესაძლებელია ვიღაცისთვის ალბათ ეს საზოგადოებაზე გათვლა იყო თუ რა იყო ამ ძირითადი ამ ფაქტებისა და ამ ვიდეო კადრების გავრცელების საფუძველი ვერ გეტყვით თუმცა ერთი რაზეც თქვენ და საზოგადოების ყურადღება მინდა მივაპყრო გახლავთ ის რომ ვითომ და იარაღი არის აღნიშნულ ავტომობილში და როგორ იღებენ კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები 4 ერთეული იარაღი ამოყვებული ხო ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველ რაც მინდა განგიმარტოთ და განვაცხადო გახლავთ ის რომ გავრცელებული კადრები ეს გახლავთ მხოლოდ მას შემდეგ ანუ ასახავს იმ ვიდეო სიუჟეტს როდესაც უკვე დამთავრებულია სპეცოპერაცია ფაქტობრივად ირკვევა იქ რომ ფუთურიძე აღარ არის შემთხვევის ადგილზე ნიშანდობლივია ის ფაქტი რომ ფუთურიძე დაახლოებით 40 წუთის შემდგომ არის გადაყვანილი სამედიცინო ნაწილში სამედიცინო დაწესებულებაში ეს ნიშნავს იმას რომ ფაქტობრივად კრიმინალებს დაწყებული აქვს საგამოძიებო მოქმედება როგორც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება და უკვე იქ ხდება კონკრეტული რაღაცა ნივთიერი მტკიცებულების ფიქსირება და მისი ამოღება გამოდის რომ ეს ყოველივე გადაღებულია მხოლოდ მას შემდეგ როდესაც სპეცოპერაცია დამთავრდა და დაახლოებით 1 საათის შემდგომ ხდება ამ კადრების გადაღება რაც გავრცელდა მედია საშუალებებით ამდენად კითხვის ნიშანი ჩნდება რეალურად იარაღები რომელიც იქ არის დაფიქსირებული რეალურად იყო თუ არა და რა გარემოებების გათვალისწინებით გაჩნდა აღნიშნული იარაღები ავტომობილში მაგრამ კიდევ ერთხელ სასახად მინდა თქვა და აღნიშნო რომც 1 წუთით წარმოვიდგინოთ რომ იარაღები დაუშვათ და ქონოდათ ამ ადამიანებს ოფიციალური ვერსიით რომელიც 2006 წლის 2 მაისის გამოძიებამ დადო თავის დროზე იყო ის გარემოება რომ ისინი ცალსახად პროცესის წარმოებელი ორგანო ცალსახად ადასტურებდა იმ ფაქტს რომ მხოლოდ ავტომობილში მსხლომი პირების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად მოხდა საპასუხო ცეცხლის როლა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და სპეცრაზმელების მხრიდან და ამიტომ მოხდა ის ტრაგიკული შემთხვევა რაც მოხდა თუმცა გავრცელებული კადრებით კიდევ ცალსახად ჩანს და ეს ალბათ ექსპერტებისათვის საინტერესო იქნება რომ ყოველივე ის რაც გავრცელდა ასახავს იმ ფაქტს რომ განხორციელებულია სროლა გარედან შიგნით და არა პირიქით
ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული იგივე უკანა საქარე მინაზე არსებული ნატრიარები შეუერაღებელი თვალითაც შესაძლებელია დაინახოს ყველა ჩვენთაგანმა. კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ ეს იქნება ალბათ სპეციალისტების შემოწმების კიდევ ერთი საგანი, რომ განხორციელებულია სროლა გარედან, ანუ გარე პერიმეტრიდან შიგნით ბიჭების მიმართულებით, ავტომობილის მიმართულებით. რაც ისე კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თვითმხილველები, რომლებიც თავის დროზე იძახდნენ შემდგომში კიდევ გაიმეორეს მათ მიერ მიცემული გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რეალურ სიმართლეს ამბობენ და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ავტომობილში სხდომი პირების მხრიდან გასროლას ადგილი არ ქონია და როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, მოწმენდილ ცაზე უცებ დაიწყეს სპეცოპერაციის მონაწილე პირებმა სროლა ავტომობილის მიმართულებით, რასაც მოყვა ეს საშინელი შედეგი, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ჰქვია. რამე თუ გაქვთ? კრიმინალური პოლიციის დროინდელი უფროსი აცხადებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ჯემალ მამოიანის კლანის წევრები და მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსთავის ციხის მაყურებელი. აი თქვენ რას უპასუხებდით ირაკლი ფირცხალავას განცხადებას გულისხმობ? მე მინდა განგეცხადოთ, რომ ძალიან ხშირად სამწუხაროდ ხდებოდა და ხდება იმის აპელირება, რომ ვითომ ზურაბ ვაზაგაშვილი, ამ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი პირი და მისი ოჯახის წევრების სახელით საუბრობ, ამ შემთხვევაში სამართლებრივად აცხადებენ, რომ ეს იყო რაღაც გარკვეული კრიმინალური დაჯგუფის წევრი. თუმცა არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამისი არ არსებობს. პირველ რიგში, როდესაც აღნიშნული სახის განცხადებას აკეთებს ნებისმიერი პირი, ამ შემთხვევაში ის არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას, ვინაიდან პიროვნება რომ დამნაშავედ ან კრიმინალად იქნეს მოხსენებული, მას ამ შემთხვევაში ამის სამართლებრივი უფლება და საფუძველი უნდა ჰქონდეს. ამის სამართლებრივი უფლება ნიშნავს იმას, რომ იგი ერთხელ მაინც უნდა იყოს პასუხისმგებლობაში მიცემული, ანდაც ამის მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებული უნდა იყოს და საბოლოოდ უნდა იყოს გამამტყუნებელი განაჩენით დასრულებული. ამ შემთხვევაში ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მისი აღნიშნული სახით საზოგადოებაში წარმოჩინებას არ არსებობს, ამიტომ სამწუხაროა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, როდესაც ზურაბ ვაზაგაშვილს მოიხსენიებენ რაღაც გარკვეული დაჯგუფების წევრად. საზოგადოება და ალბათ თქვენ ჟურნალისტებს კარგად გახსოვთ, როდესაც ეს საშინელი ამბავი მოხდა, გავრცელდა ინფორმაცია მედია საშუალებებით, რომ ვითომდა აღნიშნული ჯგუფი და მათ შორის მოისაზრებოდა ზურაბ ვაზაგაშვილი, თურმე მათ განხორციელებული ჰქონდათ 30 აპრილს რაღაც გარკვეული ერთ-ერთი თბილისში ლომბარდის დაყაჩაღების ფაქტი. აღნიშნული ვერსია გაჟღერებული იყო, ასე თქვათ, თვალწვდები ქადაგიძის ბატონ ირაკლი ქადაგიძის მხრიდან, თუმცა შემდგომში, როდესაც ოჯახმა დაცვის წევრებმა, ასე თქვათ, ოჯახის დაცვის წევრებმა ადვოკატებმა წარუდგინეთ ის ვიდეო მასალა, სადაც დგინდებოდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი 30 აპრილს 2006 წლის იყოფებოდა ქორწილში და სრული ამსახველი ვიდეო მასალა იყო წარდგენილი, ფაქტობრივად რატომღაც ეს ლომბარდის თემა რაღაც უკან გადაეცია. ამდენად ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვა სამართლებრივად ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ კრიმინალად მოქცევა, ეს არის მისი და მისი ოჯახის და საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ ამის მთქმელს. გუშინ ირაკლი ფირცხალას დაუბრუნდები ისე მან თქვა, რომ ბუბა ფუთურიძემ შეცვალა ჩვენება და სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე გამოძიება დაიწყება ხელახლა. თუ გაქვთ თქვენ ეს ინფორმაცია, როგორც ვიცი, ბუბა არ იმყოფება საქართველოში, ან დაბრუნდა საქართველოში, თუ რა მინდა გითხრათ, რომ გამოძიება განახლებულია. გამოძიება განახლდა როგორც ბუბა ფუთურიძის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე, ასევე იმის საფუძველზე, რომ
სხვა მოწმეებმაც, სხვა პიროვნებებმაც მისცეს პროცესის წარმოებული ორგანოს განცხადება. ჩვენ სხვათა შორის ახალგაზრდების ასოციაციაში ამასთან დაკავშირებით თავის დროზე გავაკეთეთ პრესკონფერენცია ჩავატარეთ და სადაც საზოგადოებას ვასწრებთ, რომ თავად ჩვენ უზრუნველყავით და შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში, სადაც ვითხოვთ გამოძიების განახლება სწორედ იმ სამართლებრივ საფუძვლით, რომელიც ჩვენ იმ პერიოდში ჰქონდა. აქ მოიცადრება როგორც ბუბალ ფუთურიძის ჩვენება, ასევე სხვა შეცვალა ფუთურიძემ ჩვენება. დიახ, მან აღნიშნა განცხადებაში, რომ მის მიმართ თავის დროზე მიცემული ჩვენება იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი და ამის შემდგომ მან გამოძიებას მისცა ის სწორედ ამომწურავი ჩვენება, რაც რეალურად იყო. რას ამბობს ფუთურიძე, ისეც რომელიც ახალს გამოძიება ფუთურიძე ამბობს იმას, რომ ისინი ავტომობილში ჩაცხრილულ იქნეს და ეს ადამიანი გადაწყდა ძალიან. მათი არ ქონიათ? დიახ, ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ იარაღი არ ქონიათ და პლუს ამას იგი იძახის, რომ რეალურად მათი მხრიდან და თავის დროზე მის მიერ მიცემული ჩვენება ის იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი. იგი დაკითხული იქნა გამოძიებაში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. განახლებულია გამოძიება ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და აქვს ველოდებით სამართლებრივად რა შედეგი დადგება. და ერთი კითხვა კიდევ, თქვენ როგორც საქმის ადვოკატი, საინტერესოა, რამდენად იკვეთება ირაკლი ფირცხაოს ბრალეულობა ვაზაგაშვილის საქმეში? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე, ამ ეტაპზე როგორც ადვოკატი, როგორც იურისტი, სამართლებრივი შეფასება ცოტა ნაადრევია. შესაძლოა არ არის გამორიცხული, თუმცა ამ ფაქტს ვერ დაგიდასტურებ და ვერ ვუარყოფ. საქმეში ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მას დაურეკა ფირცხალავამ და უთხრა, რომ ამ ბიჭების ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო კორტებთან. ვიმრი ვაზაგაშვილი ამბობს ამას და დოკუმენტი მაქვს, ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს ჩვენებაში. ანუ იგივე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ამ თემაზე, ამ ეტაპზე საუბარი არის მიზანშეუწონელი, თუმცა რაც შემიძლია დაგედასტუროთ, გახლავთ ის, რომ შესაძლებელია გარკვეული წილად დადგეს გარკვეული პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ მე გახლავართ ამ შემთხვევაში არა პროცესის წარმოებელი ორგანო, არამედ ადვოკატი, რომელსაც გარკვეული პოზიცია გაგაჩნია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ, დაცვა მიაწოდა მათ ხელთ ასებული. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ 2006 წლიდან დღემდე მიუხედავად იმისა, რომ პროცესის წარმოებელმა ორგანომ შეწყვეტა გამოძიება და თქვა, რომ ეს ადამიანები, როდესაც ჩაცხრილ იქნენ ავტომობილში, მათი ჩაცვლილმა მოხდა კანონიერად და არანაირი პირთა ქმედება და დანაშაული არ იკვეთება, ჩვენ ვახორციელებთ და ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას სამართლებრივ ჭრში, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ მოპოვებული იქნა არაერთი გარკვეული მტკიცებულება, რომლის გასაჯაროება ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ მიზანშეუწონელია და ეს გამოძიებას გარკვეულწილად შესაძლოა დააზიანებს კიდევაც გამოძიებას. ამდენად ჩვენ ეს ინფორმაცია, ანუ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას და გამოძიება სამართლებრივად დადებს ალბათ შედეგს, რის შემდგომაც გაეცემა საბოლოოდ პასუხი. რა მოხდა სინამდვილეში 2006 წლის 2 მაისს, რატომ მოხდა ამ ადამიანების ჩაცხრილა და ბოლოს და ბოლოს. კითხვაზე იყო თუ არა ამ ადამიანების მხრიდან სროლა. არსებული მასალებით გუშინ გავრცელებული კადრების მიხედვით აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ სასახათმით და ხაზგასმით აღნიშნო არ დასტურდება და განხორციელებულია მხოლოდ პოლიციელებისა და სპეცნაზის წარმომადგენლების მხრიდან გასროლა ავტომობილში სხდომი პირების მიმართ. ამ კადრების შესახებ თქვენთვის აქამდე იყო ცნობილი და საიდან მოხდა ეს კადრები, ვინ გაავრცელებს ინფორმაცია? ამ თემასთან დაკავშირებით სხვათა შორის ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. თავის დროზე დაცვამ პირადად მე მივმართე გამოძიებას იმ მოთხოვნით, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის სამსახური კადრების ვიდეო გადაღება და დაცვამ მოითხოვა, რომ გადმოეცათ ობიექტურობის განსაზღვრის მიზნით, გადმოეცათ მათ ხელს არსებული ეს ვიდეო მასალები ჩვენთვის. აღნიშნულ შუამდგომლობაზე პასუხი გახლავთ ის, ოფიციალურად პროცესის წარმოებელი ორგანო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ არ გააჩნდათ და არ გააჩნიათ არანაირი ვიდეო გადაღება სპეცოპერაციისა.
მას შემდეგ გარდის რამოდენიმე არაერთი წელი, მე-7 წელია დაწყებული და დღეს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩნდება ის ვიდეო მასალის ის ნაწილი, მე არა ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია კიდევ გქონდეთ, ანუ სრული გადაღება ამ სპეცოპერაციისა, თუმცა რატომ არ აჩენენ, ან რატომ არ გამოაჩინეს, ამ კითხვაზე პასუხი გახლავთ ის, რომ ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ რეალურად ავტომობილში შესვლელი პირების მხრიდან გასროლა განხორციელებული, ალბათ ყველა თქვენთაგანი დამერწმუნებით, რომ ამას ისინი აუცილებლად ამ შემთხვევაში პროცესის წარმოებული ორგანოზე მაქვს საუბარი, აუცილებლად გამოაჩენდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა. ანუ ოფიციალურად ჩვენ გვაქვს პასუხი, რომ არ არსებობს გამოძიებას პროცესის წარმოებული ორგანოს, არ გააჩნია ინფორმაცია, არ არის ვიდეო გადაღება და ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ თურმე რაღაც ნაწილი ვიღაცას გააჩნია, რომელმაც შემდგომში მიაწოდეს ობიექტივმა ეს გაახმოვანა და დღეს უკვე ეს ალბათ ობიექტივის წარმომადგენლების მხრიდან გამოძიებაში იქნება წარდგენილი და ჩაუტარდება გარკვეული ექსპერტიზა, რითაც კიდევ დასტური იქნება იმისა, რა მოხდა რეალურად და დადასტურდება რეალურად ის ფაქტი, რომ ავტომობილს შიგნიდან გარეთ მიმართულებით არანაირი სროლის კვალი არ აქვს. ეს დადასტურებულია დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთხელ ცალსახად გამყარდება იმ კადრებით, რომელიც გავრცელდა. ერთადერთი თქვენი ყურადღება უნდა მივაპო ალბათ იმ მნიშვნელოვან გარემოებასაც, რომ გარე პერიმეტრი, რომელიც გადაღებულია, ძალიან არაერთი და შეიძლება ითქვას ათეულობით არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ეგრეთ წოდებული გილზები. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომობილის მიმართულებით ხორციელდებოდა სროლა არა ერთი და ის ვერსია თავის დროზე ოფიციალური ვერსია, რაც პროცესის წარმოებელმა ორგანომ გააჟღერა, რომ ავტომობილი რომ შეეჯახა ეგრეთ წოდებულ ბოც, ამის მერე შეწყდა ასე ვთქვათ სროლა, ეს თავიდანვე გახარწყლებულია იგივე ვიდეო საპატრულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული თავის დროზე ინფორმაციებით და მასალებით, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ავტომობილი, რომელიც ეჯახება ბოც, მას შემდგომ კიდევ ხორციელდება სროლები ავტომობილის მიმართულებით. გამოძიებამ, რომელიც ტენდენციური და სუბიექტური დამოკიდებულა გამოიჩინა, დასკვნა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის, ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის ჩატარებისას უფლებადამცველ პროცესის წარმოებელი ორგანოს მხრიდან, ანუ გამოძიების მხრიდან, სპეცოპერაციის ჩამტარებელი ადამიანებისა და პიროვნებების მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმის წარმოება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ანუ ეს იყო რეალურად ოფიციალური ვერსია, თუმცა საინტერესოა ალბათ თქვენთვის რას დაეყრდნო თავის დროზე ეს გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულ პირთა ჩვენებები და ეს ვინ იყვნენ ეს დაზარალებულები? პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნულ სპეცოპერაციაში. ეს ადამიანები იქნენ დაზარალებულად ცნობილნი და მათი ჩვენებები იდენტურობის თვალსაზრისით ერთმანეთს ემთხვეოდნენ და ისინი ადასტურებდნენ იმ ფაქტს გამოძიებაში, ვითომ და გამოძიების ამ ადამიანების, ანუ ავტომობილში სწორ პირების მხრიდან სროლას ადგილი ჰქონდა და ამის გამო მათ განახორციელეს გასროლა. აქედან გამომდინარე, თქვენს კითხვაზე პასუხი არის ის, რომ არავინ არ დასჯილა ამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად და ყველაფერი გადააბრალეს გარდაცვლილ ბიჭებს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ ეს რეალურად თუ რა მოხდა 2006 წლის 2 მაისს სალსახად დადასტურდება ალბათ უახლოეს მომავალში. მე მაქვს იმედი ობიექტური გამოძიების ამ პირობებში მაინც მართალია გამოძიება ცოტა ასე თქვათ ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ სამართლიანობისთვის ჩვენ ყველა ის ინფორმაცია წარუდგინეთ, რომელიც ჰქონდა და იმედი გვაქვს, რომ ობიექტური სურათი დაიდება ახლო მომავალში.
დიახ, რა თქმა უნდა, ამ თემაზე ქონდა გარკვეულწილად, ასე თქვათ, ჩვენი პოზიცია, ჩვენი არგუმენტები, ჩვენი მოპოვებული ინფორმაცია, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მოპოვებული იქნა, გადავეცით, წარუდგინეთ და ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.